მოგესალმებით, ვაგრძელებთ ამოცანების განხილვას 21 ნომრიდან. წესიერი ემკუთხედის შიგა კუთხის სიდიდე 100 გრადუსია. აგი, დავწეროთ 10-ის 21 წესიერი n კუთხედის ერთი კუთხე როგორ დაითვლება? წესიერი საერთოდ n კუთხედის შიგა კუთხეების ჯამი, ანუ 180 ჯერ n-2 უნდა გავყოთ n-ზე. ეს არის ერთი კუთხის ზომა და ანუ შიგა კუთხე ზუსტად, ხო? თუ არის 108 გრადუსი, ანუ გავუტოლებ ამას 108-ს. რამდენი დიაგონალი აქვს მას? სხვათა შორის ახლა ამას რა თქმა უნდა მივიყვანთ ბოლომდე. ეგ რამდენი გამოდის? 6 ჯერ მოთავსდება, ხო? ანუ 180 და 108 იკვეცება 36-ზე, ეს არის 5, ეგ არის 3. ანუ 5 გავამრავლოთ n-2-ზე 5n-10 უდრის 3n-ს და შესაბამისად 2n უდრის 10 და n უდრის 5-ს. და 5 კუთხედში რამდენი დიაგონალი გაივლება? მეგობრებო, დიაგონალების რაოდენობის დასათვლელი ფორმულა ხო არის n ჯერ n-1 შეფარდებული 2-თან, ანუ 5 ჯერ 5-3 შეფარდებული 2-თან. სხვათა შორის ჩვენ შეგვიძლია გარე კუთხითაც დავთვალოთ, აი წესიერი n კუთხედი რომ მოვუდის, მეგობრებო, და ერთი კონკრეტული ყველა კუთხე ერთი და იგივეა, მაგრამ ვიცით რომ ეს კუთხე არის 108 გრადუსი, გარე კუთხეც ხო ვიცით. ეგ შესაბამის გარე კუთხე 72 გრადუსი ხომ იქნება და ჩვენ გარე კუთხეების, ანუ აქ გარე კუთხეების ტოლი იქნება, ხო და ხო ვიცით ჩვენ თითო-თითო ყოველ წვროსთან აღებული გარე კუთხეების ჯამი არის 360 გრადუსი. ანუ გამოდის რომ 72 ჯერ n არის 360 და n აქედან უდრის 5-ს. ანუ მორჩა 5 კუთხედი რომ იქნებოდა, ეს შეგვეძლო სხვაგვარათაც გვეთქვა. მოდი ნახოთ 22 ამოცანა. რისი ტოლია წესიერ n კუთხედში გავლებული ისეთი დიაგონალების რაოდენობა, რომლებიც არ გადიან ცენტრზე. ნუ, მეგობრებო, ახლა აქ რას უნდა დავაკვირდეთ? საერთოდ, როდესაც წესიერი n კუთხედია, ხო წესიერი სამკუთხედი არ გამოგვადგება ახლა, იმიტომ რომ დიაგონალი არ გააჩნია, მაგრამ აი, როდესაც წესიერი 5 კუთხედია, მაშინ აქ ყოველი წვეროს წინ არის გვერდი. და წესიერი ლუწკუთხედი როდესაც არის მოცემული, ხო? უკვე ასე ვთქვათ, წვეროს წინ წვეროა რა. ანუ თუ თქვენ ჩახაზული და შემოხაზული წრეწირის ცენტრთან შეაერთებთ წვეროს და გააგრძელებთ, წესიერ კენტკუთხედებში აღმოჩნდებით გვერდზე და წესიერ ლუწკუთხედებში აღმოჩნდებით ისევ წვეროზე. ამიტომ შემთხვევით არ არის რომ აქ სამივე რიცხვი იყო ლუწი რიცხვი მოცემული. თუ გავაკეთოთ, მოდი პირველი გავაკეთოთ, კითხვა რა არის? რისი ტოლია წესიერ n კუთხედში გავლებული ისეთი დიაგონალების რაოდენობა, რომლებიც არ გადიან ცენტრზე? n უდრის 6, ხო? ჯერ დათვალეთ დიაგონალების ყველა რიცხვი, ეს იქნება n ჯერ n-3 შეფარდებული 2-თან და მე ამას უნდა გამოვაკლოთ მოპირდაპირე წვეროების შემაერთებელი დიაგონალი. ის გაივლის ზუსტად ცენტრზე და ნუ რამდენი იქნება ასეთი მოპირდაპირე წვეროს, რამდენი წყვილი იქნება მოპირდაპირე წვეროების, რადგანაც სულ n ცალი წვეროა, ამიტომ მოპირდაპირე წვეროების შემაერთებელი დიაგონალების რაოდენობა იქნება n მეორედი. ნუ დავთვალოთ, ანუ რა გამოდის ეს პირველ შემთხვევაში. ნამდვილს x ჯერ x-3 შეფარდებული 2-თან გამრავლებული 6 მეორედი, ნუ ეგ არის 3, 4, 12, 12-ს მინუს 3, შესაბამისად პასუხი გამოდის 11, ხო? თუ დავთვალე სწორად ახლა. ცხოვირად გავქედი, ცუდად დავთვალე. ეგ 3, 3, 9 და 9-ს მინუს 3, 6. მოდი აბა n უდრის 12-ისთვის დავთვალოთ. 12 ჯერ 12-ს მინუს 3 შეფარდებული 2-თან მინუს 12 მეორედი.
ანუ ეგ იქნებოდა აქ 6 გამრავლებული 9-ზე, ეგ არის 6, ხო? ანუ 48 გამოვიდოდა. ანალოგიურად დათვლიდით 24-ის შემთხვევაშიც რა. 23 ამოცანა. ყოფა ეს ადგილი აქ. 23. წესიერ სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის რადიუსი ფესვის 3-ია. აბა, მოდით. როგორც კი წესიერი სამკუთხედი და ჩახაზული შემოხაზული წრეწირის ცნება გაჩნდება, ეგრევე გვახსოვს, რომ სიმაღლე ტოლია დიდი ers პლუს პატარა eris და თან დიდი ერი არის 2r პატარა. ეგრევე ეს ყოველთვის ასე ვახურდაოთ რა. ჩვენ როდი თავიდან ვამბობთ, რომ ასოციაციური რაღაც მუშაობა ძალიან გვეხმარება. ერთი თემა უნდა გახსენებდეთ მეორე თემას და როგორც კი გაჟღერდება ტოლგვერდა სამკუთხედზე შემოხაზული ან მასში ჩახაზული წრეწირის ცნება, ეგრევე გახსოვდით, რომ ტოლგვერდა სამკუთხედის სიმაღლე ტოლია ამ ორივე ტიპის რადიუსის ჯამის და რადიუსებს შორის დამოკიდებულებაც არ დაგავიწყდეთ. ახლა ჩვენ ვიცოდით, რომ ჩახაზული წრეწირის რადიუსი იყო ფესვის 3. ეგრევე ერთი რა იქნებოდა 2 ფესვის 3. A-ში რა გამოდიოდა, ანუ მათი ჯამი ხო 3 ფესვის 3 და რადგანაც A-ში ტოლია A ფესვის 3 მეორედის, მაშინ აქედან A რა გამოდის, ნუ ფესვის 3 შეიკვეცება და A გამოდის 6-ის ტოლი. ახლა რას გვეკითხებია ნახოთ. იპოვეთ ამ სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი და სამკუთხედის პერიმეტრი. რა იქნებოდა პასუხი? პასუხი იქნებოდა პირველი პასუხი შემოხაზული წრეწირის რადიუსი არის 2 ფესვის 3, ხოლო პერიმეტრი რა იქნებოდა? ცხადია, პერიმეტრი იქნებოდა, ანუ მეორე პასუხი 3 ცალი, აი ეს გვერდი, ხო? ანუ 18. ეგ იყო პირველი ამოცანა 23. აბა მეორე ამოცანა ვნახოთ. წესიერ სამკუთხედზე შემოხაზული და მასში ჩახაზული წრეწირების რადიუსების სხვაობა ტოლია ფესვის 3-ს. ეგრევე აქაც წესიერი სამკუთხედია, მასზე ასე დიდი პატარა შემოხაზული და ჩახაზული წრეწირების სხვაობა, რადიუსების სხვაობა, ანუ m-დიც მინუს r პატარა, აი ეგ ფესვის 3-ის ტოლია. ოქროები 1 დიდი ხო 2r პატარა. 2r პატარას გამოკლებული r პატარა თუ ფესვის 3-ია, ანუ r პატარა გამოდის ფესვის 3. იპოვეთ სამკუთხედის გვერდი და ფართობი ანალოგიურად ახლა აქედან 1 დიდი არის 2 ფესვის 3, შესაბამისად ორივედან გამოდის, რომ A-ში არის 3 ფესვის 3, ანუ ზუსტად იგივე სცენარია ხო, აქედან A გამოდიოდა მაშინ 6 და აგერ დავთვლილი გვაქვს უკვე რატო და ფართობი რა იქნებოდა, ანუ პასუხი ესე იგი. პასუხი არის ორ კითხვას გვისვავს, ხო? სამკუთხედის გვერდი რა არისო და სამკუთხედის გვერდი გამოდიოდა 6 და ფართობი რა იქნებოდა? 6-ის კვადრატჯერ ფესვის 3 მეოთხედი, ნუ 6-ის კვადრატი 36-ია გაყოფილი 4-ზე, 9 ფესვი 3 იქნებოდა. ანუ აქ გავიხსენეთ, რომ ტოლგვერდა სამკუთხედის ფართობი ეგ არის გვერდის კვადრატჯერ ფესვის 3 მეოთხედი. აი ეს ფაქტი გავიხსენეთ. 24 ამოცანა. წესიერი 6-კუთხედის გვერდია, მოდი ეს ასე ავწიოთ. კაი, ცოტა ჩავუწიოთ. 5 იპოვეთ მისი ტოლდიდი წესიერი სამკუთხედის გვერდი. აბა მოდი უქმები. უკვე მოვიდა წესიერი 6-კუთხედი. მე რა გითხარით? მე გითხარით, რომ აი არ მიყვარს წესიერი 6-კუთხედის ახლა ის სინუსებით, ტანგენსებით, რადიუსების დათვლა, მერე ფართობების გამოსახვა და ეგ არ უნდა გუშინდეს ხელს, ცოტა ლამაზი ნახატი დავხატოთ, ხო? ასე. ახლა ეს არც ესაა ლამაზი ნახატი, მაგრამ კაი. წესიერი 6-კუთხედის გვერდი არის 5. ნუ ყველა გვერდი 5-ია. იპოვეთ მისი ტოლდიდი წესიერი სამკუთხედის გვერდი. ანუ ტოლდიდი რომ იპოვოთ, ესე იგი ამ წესიერი 6-კუთხედის ფართობი, მერე გვაქვს წესიერი სამკუთხედი, ხო? ესე იგი მათი ფართობი უნდა იყოს ტოლი. და მეკითხებიან აი ამ გვერდს.
ახლა მეგობრებო, მოდი დავთვალოთ წესიერი 6 კუთხედის ფართობი, თუ მისი გვერდი 5 ტოლია, ხო? როგორ ითვლება? რა გირჩიეთ მე თქვენ, ანუ პრინციპში ამაზე რჩევა არ მომიცია, მე უბრალოდ მაშინ მოგიყევით რა კავშირი იყო წესიერი n კუთხედის წინა ვიდეოში შემოხაზული მასე შემოხაზულ და ჩახაზულ რადიუსებსა და გვერდ შორის და ამ კავშირის დასადგენად რა გირჩიეთ? გირჩიეთ, რომ ასეთი სიტუაცია წარმოგედგინათ და ფართობთან დაკავშირებითაც იგივე ვამბობ, კი არ მახსოვს გითხარი კიდეც. წარმოიდგინეთ თითქოს და დაყოფილია აი ასეთ სამკუთხედებად, რამდენი ცალი ასეთი სამკუთხედი იქნება? ცხადია იქნება n ცალი. ამიტომ თუ გინდათ თქვენ რაღაცა ასე ესი n კუთხედის იპოვოთ, ის დაყავით n ცალ სამკუთხედად და იქნება n ცალი სამკუთხედის ფართობი და ამ სამკუთხედის ფართობის დათვლა უკვე გააჩნია რა კომპონენტები გაქვს მოცემული. აი აქ დავყოფთით 6 სამკუთხედად 6 ტოლის სამკუთხედი იქნებოდა, ხო? და მუღამი რა არის? ჩვენ ეს ხო 60 გრადუსი იქნებოდა თითოეული თან ტოლფერდა, ანუ ესეც 5 და 5 იქნებოდა. ანუ გამოდის, რომ ამ პატარა სამკუთხედის ფართობი იქნებოდა 5-ის კვადრატჯერ ფესვის 3 მეოთხედი, იმიტომ რომ ტოლგვერდა სამკუთხედია და ყველა გვერდი 5-ის ტოლია. 60 გრადუსი რატო იქნებოდა აქ ცენტრში კუთხე? იმიტომ იქნებოდა მეგობრებო, რომ 6 ტოლ ნაწილად თუ დაყოფ შენ 360 გრადუსს, ცხადია, მიიღებ 60 გრადუსს, ხო? და გამოგვდის, რომ მთელი 6 კუთხედის ფართობი იქნებოდა 6 ცალი 5-ის კვადრატჯერ ფესვის 3 მეოთხედი. აქეთ რა გვაქვს სამკუთხედის ფართობი? a კვადრატ ფესვის 3 მეოთხედი. და ანუ ესენი უნდა გავუტოლოთ ერთმანეთს. a კვადრატ ფესვის 3 მეოთხედი, 4 4 ფესვის 3 ფესვის 3-ს, ანუ a კვადრატი უდრის x ჯერ 5-ის კვადრატს და თუ ამოფესვავთ, a უდრის 5 ფესვი 6. თუ იმედია მოგწონთ ეს სტრატეგია, რასაც მე გთავაზობთ, დავყოთ სამკუთხედებად წესიერი n კუთხედი და ისე გამოსახოთ, ან დავთვალოთ ამ ფიგურის ფართობი. რას თხოვენ 25 ამოცანაში? 10-25. წესიერი 6 კუთხედის AB დიაგონალი ვიცით და უნდა ვიპოვოთ ამ 6 კუთხედის ფართობი. კარგი, ну ეგ შეგვიძლია სხვადასხვანაირად გავაკეთოთ ახლა. მოდი, თავად ეს ნახაზი გამოვიყენოთ. ну რა შეგვიძლია გავაკეთოთ? შეგვიძლია მეგობრებო, მოვიქცეთ ისე რომ აი ამ სამკუთხედიდან ვიპოვოთ წესიერი 6 კუთხედის გვერდი, მე ისევ როგორც წინა ამოცანაში დავყოთ 6 ტოლ ნაწილად, ასე, ვიპოვოთ ერთი სამკუთხედის ფართობი, აი ამ სამკუთხედის ფართობი და გავამრავლოთ 6-ზე. ეგ არის ერთი ხერხი, ერთი გზა. ასე შეგვიძლია მოვიქცეთ. აი, მოდი უცებ გავაკეთოთ მაშინ ასე. ანუ რომ წარმოედგინოთ ახლა თქვენ გაქვთ ABC ტოლფერდა სამკუთხედი. წესიერი 6 კუთხედიში გაკუთხე, ხო, დათვლილი გვაქვს სამკუთხედზე, პირადაც უნდა გვახსოვდეს, რომ არის 120 გრადუსი. ეს ვიცით არის 10 ფესვის 3 ტოლი. ეს 30 გრადუსია ოქროები. თუ აქ სიმაღლეს დავუშვებთ, ну, მთელი გვერდი 10 ფესვის 3 თუ არის, ეს თუ არის 10 ფესვის 3, ეს ხო იქნება 5 ფესვის 3. ანუ გამოდის, რომ x 60 გრადუსიანი კუთხე იქნება და თუ მისი მოპირდაპირე გვერდი არის 5 ფესვის 3, მაშინ სიმაღლე ბკ ფესვის 3-ჯერ პატარა იქნება მასზე, ხო? ანუ 5-ის ტოლი იქნება, ეგ იქნებოდა 5, ანუ ბკ. და რადგანაც ну 5 არის ბკ, ანუ 30 გრადუსიანი კუთხის მოპირდაპირე კათეტი, მაშინ ჰიპოტენუზა 10 იქნებოდა. ანუ ჩვენ რომ დავყოფთით ამ წესიერ 6 კუთხედს, პატარა ტოლგვერდა სამკუთხედებად, ну მისი გვერდები იქნებოდა 10-10, ხო? 10 იქნებოდა.
და წესიერი ექვსკუთხედის ფართობი იქნება 6 ცალი ასეთი სამკუთხედის ფართობი და შესაბამისად რომ დავთვალოთ ახლა ეგ იქნება 6-ჯერ 10-ის კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი. ასეთი ამბავი გვექნება, ხო? იმიტომ რომ თვითონ ტოლგვერდა პატარა ტოლგვერდა სამკუთხედებად რომლებადაც დავყავი მე წესიერი 6 კუთხედი, ნუ 10 გვერდი 10-ია. ანუ შესაბამისად ამ ფართობი იქნებოდა 10 კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი. კაი, მოდი შევკვეცოთ ახლა, ხო შეგვეცება ეს 100 100 გაყოფილი 4-ზე გამოდის ამას ასე თავის კვადრატი 4-ზე გავყოფ 25 იქნება. 6-25 არის 150. ანუ 150 ფესვი 3 იქნებოდა. ეგ ერთი ხერხი, მეგობრებო. ახლა მე გთავაზობთ მეორე მომენტს, აი უფრო მუღამია ეგ. დააკვირდით, რომ გაგვივლო ახლა ჩვენ აქ სამივე აი ასეთი დიაგონალი. ნუ ცხადია, ტოლის სამკუთხედები იქნებოდა, ხო? ესენი. მაგრამ რომ შემეერთებინა ახლა მე აი ცენტრთან თან ასე. ასეთი სიტუაცია. რომ შემეერთებინა ფაქტობრივად, ნუ რა გამოვიდოდა, არ არის რთული საჩვენებელი 6 ტოლს სამკუთხედად არ დაიყოფოდა? კი. და თქვენ ამას დათვლიდით, როგორ დათვლიდით? ნუ ეს ტოლგვერდა სამკუთხედია და ამის გვერდი იცით 10 ფესვი 3-ია, ხო? რა იქნებოდა S-ი, A, C, S-ი, ანუ ეს იქნებოდა 10 ფესვი 3-ის კვადრატჯერ ფესვი 3 მეოთხედი. და 6 კუთხედის ფართობი რა იქნებოდა? ანუ ეს დაშტრიხული თუ 1, 2, 3 პატარა სამკუთხედის ფართობის ტოლია, 6 კუთხედი ხო? 6 ცალი ასეთი სამკუთხედი, ანუ ორჯერ დიდი იქნებოდა S-ი, AC, S-ი, ანუ იქნებოდა ორჯერ ეს რაც გამოდის 100-ჯერ 3 ფესვი 3 მეოთხედი. 50 ასე 1, ასე 2 ეს ორი შეიკვეცებოდა 100-თან 50 იქნებოდა და გამოვიდოდა 150 ფესვი 3. ნუ რა თქმა უნდა, იგივეს მივიღებდით პასუხად. აქ რაიმე სხვა სიტუაცია არ იქნებოდა. მეგონია მოგეწონებოდათ ეს მეორენაირი ამოხსნა საკმაოდ საინტერესო ამოხსნა. კარგი, მოდი ვნახოთ ახლა 26-ე ამოცანა. 26-ში რას გთხოვენ? შევცვალოთ 26-ე. იპოვეთ R რადიუსიან წრეწირში ჩახაზული წესიერი სამკუთხედის გვერდი. კი ბატონო. ავიღოთ აგერ R რადიუსიანი წრეწირი, ჩავხაზოთ მასში ტოლგვერდა სამკუთხედი. ასე. აჰა, ეს არის. ანუ R ვიცით და მთხოვენ სამკუთხედის გვერდს. და ეგ იგივე რა არის. ანუ ფაქტობრივად ტოლგვერდა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირია, ხო? და რა ვიცით ისევ და ისევ აქ. ჩვენ ვიცით, რომ აი სიმაღლე რაც იყო, ასე, სიმაღლე ხო არის მთლიანად ეგ და მისი 2/3 იქნებოდა R, ხო? ნუ რატო 2/3? იმიტომ რომ ცენტრით იყოფა 2 ერთთან შეფარდებით სიმაღლე, ორი ნაწილი მიაქვს რადიუსს, ანუ ფაქტობრივად R არის, აი კიდე აში დავწერე, R არის 2/3 A-შიც. და შენ ხო A-შით უნდა, უпроსტად შენ გაინტერესებს A პატარა უნდა გამოსახო R-ის საშუალებით და მეგობრებო A-შის მაგივრად დაწერეთ ახლა A ფესვი 3 მეორედი, ანუ 2/3 ჯერ A ფესვი 3 მეორედი იქნებოდა R, 2-ები იკვეცება, აქ ფესვი 3
იკვეცება, ქვემოთ იქნებოდა და რა გამოდის? გამოდის, აი ფესვი 3 გადავიდოდა ერის მხარეს გამრავლებით, ხო? ანუ ფესვი 3 ჯერ ერი, ანუ იგივე r ფესვი 3 გამოდის. ნუ ასეთ შეგიძლიათ ყოველ ჯერზე, რა თქმა უნდა, ახლა მე თუ კარგად გახურდებით ეს და გამახსოვდებათ, რომ r ფესვი 3 ტოლია შემოხაზული წრეწირის რადიუსი არის 2r და წესიერი სამკუთხედის გვერდია. წესიერი 6 კუთხედი თუა ჩახაზული. მარტივი დასამახსოვრებელია მეგობრებო, რომ თვითონ რადიუსის ტოლი იქნება, მაგრამ კაი, მოდი მაგიც ასე პირველი კითხვა, მეორე კითხვა, გავაკეთოთ. ავიღოთ წრე, ასე და წესიერი 6 კუთხედი ჩავხაზოთ. პირობითად უცებ გავაკეთოთ ასე. აქ გადავწყვეტილი მნიშვნელობა ახლა ემიჯება იდეალურ სიზუსტეს. და წესიერი 6 კუთხედის შემთხვევაში რომ ავიღებდით და შევაერთებდით ასე ცენტრს, რომელიმე გვერდის ერთი გვერდის ბოლოებთან უნდა შეაერთო. ეს ხო 60 გრადუსიანი კუთხე იქნებოდა, ხო მე-6-ი იქნებოდა მთლიანი 360 გრადუსის და შესაბამისად გამოდის, რომ ესენი რადიუსებია, ხო? ერი. ანუ ტოლგვერდა სამკუთხედი გამოდის პატარაც და გამოდის, რომ იქნებოდა ერის ტოლი. ასეთი ამბავი გვექნებოდა. აბა მოდი ვნახოთ ახლა 27 ამოცანა რას გთხოვს. მეშვიდე. წრეწირში ჩახაზული კვადრატი და წესიერი სამკუთხედის ფართობი ვიცით, იპოვეთ კვადრატის ფართობი. მოდი ახლა ერთ წრეწირში კი არ ჩავხაზოთ ეს. კი, ერთი და იგივე წრეწირი, მაგრამ ერთი და იგივე წრეწირი დავხაზოთ ორჯერ. ასე ორჯერ დავხაზოთ ერთი და იგივე წრეწირი. ცოტა ეს გავაკეთოთ დაიგვანოს ასე, ხო? და ერთი ჩავხაზოთ წესიერი ოთხკუთხედი, ანუ კვადრატი, მეორეში წესიერი სამკუთხედი. აქ ჩავხაზეთ კვადრატი, აქ ვხატავთ რომელში ტოლგვერდა სამკუთხედს. ასეთი ამბავია. წრეწირში ჩახაზული კვადრატი და წესიერი სამკუთხედის ფართობია 10 ფესვის 3. კარგი, ანუ ჩვენ ვიცით სამკუთხედის ფართობი, ეს არის მოდი ასე გვერდზე დავწერ, ეს სამკუთხედის არის 10 ფესვის 3. კი ბატონო. ფართობია 10 ფესვის 3. იპოვეთ კვადრატის ფართობი. ოკეი. ნუ ჩვენ გვაინტერესებს ეს კვადრატის. რა იქნება ახლა? ცხადია, ორ ფიგურას შორის შუამავალი არის რადიუსი, ხო? შვათზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი. ნუ ერთ შემთხვევაში აქ ეს არის ხო? 2r და 2r საშუალებით შეგვიძლია გამოვსახოთ კვადრატის გვერდი და ისე დავთვალოთ. ან პირდაპირ თუ გაგვახსენდება ჩვენ რომ კვადრატის ფართობი დიაგონალის კვადრატის ნახევრის ტოლია, მაშინ თვითონ რადიუსი შეგვიძლია გამოვსახოთ, ხო? ანუ დიაგონალი ხო გამოდის 2r, d კვადრატ ნახევარი ხო არის კვადრატის ფართობი და დიაგონალი ამ შემთხვევაში დიამეტრია შემოხაზული წრეწირის და გამოვიდოდა 2r კვადრატ ნახევარი, ანუ ესა 4r კვადრატი გაყოფილი 2-ზე, 2ჯერ r კვადრატი. ახლა როგორ გამოვსახოთ r და ისევ და ისევ ტოლგვერდა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის რადიუსი და სიმაღლე. ნუ ერთ პატარა ამ შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ რა გამოდის რადიუსი? გამოდის 2/3 a-ში.
ეგრე არის იგივე 2/3-ჯერ a-ფესვი 3 მეორედი, ხო? იმიტომ რომ a-ში არის a-ფესვი 3 მეორედი. ანუ ეს გამოდის a შეფარდებული ფესვი 3-თან, აი ფესვი 3 და 3 შეიკვეცებოდა. მაგრამ როგორ დავთვალოთ? დავთვალოთ სამკუთხედის ფართობიდან. ჩვენ ხო ვიცით, რომ 10 ფესვი 3 იგივე a კვადრატ ფესვი 3 მეოთხედია. ფესვი 3 მიკვეცება და a კვადრატი გამოდის 40-ის ტოლი, ხო? რა ვიცი, თუ აქედან გამოვსახავდით ახლა a-ს, ეს იქნებოდა 2 ფესვი 10. რა გამოვიდა? მაშინ რადიუსი თუ ამ მნიშვნელობას შევიტანთ ზემოთ, რადიუსი გამოდის 2-ჯერ ფესვი 10 შეფარდებული ფესვი 3-თან. და ახლა თუ ჩავსვამ ჩვენ ამას აი აქ ერის მნიშვნელობას შევიტანთ აქ, რა გამოდის ეს კვადრატი? 2-ჯერ ამის კვადრატი, ხო? 2 ფესვი 10 შეფარდებული ფესვი 3-თან ამის კვადრატი. ეს არის 2-ჯერ 4-ჯერ 10-ჯერ 3, ანუ 80 მე-13. კარგი. 22 ამოცანაც ვნახოთ. რა სიტყვს? როგორ შეეფარდება ერთმანეთს კვადრატის და წესიერი ექვსკუთხედის ფართობები, თუ მათი პერიმეტრები ტოლია? ძალიან კარგი. მოდი ახლა გამოვსახოთ ახლა. 22 ამოცანა. მოცემულია კვადრატი, ხო? ასე, მოცემულია კვადრატი. მოცემულია წესიერი ექვსკუთხედი. მათი პერიმეტრები ტოლია, ну, კვადრატის გვერდი იყოს a, წესიერი ექვსკუთხედის გვერდი იყოს b. ანუ ჩვენ ვიცით, ინფორმაცია მოცემულია, რომ 4a უდრის 6b-ს. ну, აქედან შეგვიძლია გამოსახოთ, ახლა აქედან გამოდის, რომ a უდრის 3 მეორედი b-ს. როგორ შეეფარდება მათი ფართობები, ხო? კითხვა არის ეს კვადრატი შეფარდებული ეს ექვსკუთხედთან. კვადრატის ფართობი როგორ გამოისახება? ეს კვადრატის, ეს არის a კვადრატი. და რა არის ესი ექვსკუთხედის? რა გირჩიეთ მე? დაყავით 6 ტოლს სამკუთხედად. ანუ ეგ იქნებოდა 6 ცალი პატარა სამკუთხედის ფართობიდან, რადგანაც ამ პატარა სამკუთხედში ეს ტოლგვერდა გამოდის, ну, ყველა გვერდი მაშინ b იქნებოდა b კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი. ესე იგი ფაქტობრივად რას ითხოვენ ახლა? ესენი ითხოვენ გავარკვიოთ a კვადრატი შეფარდებული 6-ჯერ b კვადრატ ფესვი 3 მეოთხედი. ასეთი ამბავია. ну, 4 ავას ზემოთ, ეს იქნება 4-ჯერ a კვადრატი შეფარდებული, ქვემოთ იქნება 6 ფესვი 3 b კვადრატი. მაგრამ თუ აი აქედან რა შეგვიძლია გავაკეთოთ ახლა შეგვიძლია ასმაგიროთ ეს 3 მეორედი b ჩავსვათ, ხო, აი აქ. ანუ ეს იქნებოდა 4-ჯერ 3 მეორედი b-ის კვადრატი შეფარდებული 6-ის ფესვი 3 b კვადრატთან. ესა 4-ჯერ 9 მეოთხედი b კვადრატი 6 ფესვი 3 b კვადრატი 4-ები იკვეცება, b კვადრატები იკვეცება და 9 და 6 შეიკვეცება, ანუ გადავჭა ნახე 9 შეფარდებული 6 ფესვი 3-თან და აქ 3 და აქ 2 იქნება. და აქ შეიძლება ფესვი 3 და ფესვი 3 შევკვეცოთ და დაგვრჩებოდა ზემოთ ფესვი 3. ანუ ფესვი 3 მეორედი გამოვიდა მეგობრებო. 29. 29-ს გავსი ხო გავაკეთეთ ზემოთ. ну, როგორც ზემოთ გავაკეთეთ, პრინციპში ნახეთ, მიღებული სამკუთხედის ფართობი, ну, თითო-თითოს გამოტოვებით რომ შეერთეს დიაგონალები, მიღებული სამკუთხედის ფართობი მიიღეს, მოდი ეგ ფერი შევცვალოთ ასე.
აი ამის ფართობი არის ეს სამკუთხედის 27 ფესვის 3. და ჩვენ ხომ ნახეთ ახლა თუ შევაერთებდით ამას ამ სამკუთხედში ჩახაზულ ცეთთან მარტივი საჩვენებელია რომ აი ეს პატარა სამკუთხედები რაც არის ტოლი იქნებოდა ანუ 1 2 3 4 5 6 ნუ ყველა ეს სამკუთხედი ტოლი იქნებოდა და ანუ ეგ შიგა სამკუთხედის ფართობზე ორჯერ დიდი გამოვიდოდა 6 კუთხედის ფართობი და შესაბამისად ეს იქნებოდა 54 ფესვის 3 ტოლი 30 ამოცანა 30 კვადრატს წვეროებთან ჩამოაჭრეს ტოლფერდა სამკუთხედები ისე რომ მიიღეს წესიერი 8 კუთხედი. დასაგებია. ანუ ჩვენ გვაქვს კვადრატი ოქროები და თითქოსი მოდი დავაყენოთ უფრო კვადრატს. დაახლოებით და ისე ჩამოაჭრეს მას აი წვეროებთან სამკუთხედები დაახლოებით ასე გამოვიდოდა ხო ასე რომ წესიერი 8 კუთხედი მიიღეს. ეგ რას ნიშნავს? ანუ თვითონ ეს გავლებული გვერდი ტოლი უნდა იყოს ამისი, 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 ამისი. ესენი რა, ერთმანეთის ტოლი უნდა. ვაი, გავაკეთე. ეს უნდა იყოს აი ამის ტოლი. ასეთი ამბავია. ეს 8 კუთხედი არის წესიერი 8 კუთხედი. დავხატოთ ახლა ეს რაღაცა. ასე. კარგი. ტოლფერდა სამკუთხედები ჩამოაჭრეს, ესე 8 კუთხედი მიიღეს. იპოვეთ 8 კუთხედის გვერდი. აი ამ გვერდს გვეკითხებიან, თუ კვადრატის გვერდი არის 100 ტოლი. კარგი. ნუ ახლა თუ კვადრატის გვერდი არის ასე, ნახეთ ოქროები. ეს თუ x-ია, ესეც ხო x იქნებოდა აქ. და რადგანაც ეს ტოლფერდა სამკუთხედია, ცხადია, ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედია და 10-ზე ჰიპოტენუზა ფესვი ორჯერ დიდია. ანუ მაშინ ეს იქნებოდა x-ი შეფარდებული ფესვი 2-თან. ზუსტად იგივე არ იქნებოდა აქეთაც x-ი შეფარდებული ფესვი 2-თან და თქვათ ეს გვერდი თუ 100 ტოლია, მაშინ a გამოდის x ფესვი 2 პლუს x-ი პლუს x ფესვი 2. ნუ ეგ არის x-ი გავდოდა ფრჩხილებს გარეთ 2 ფესვი 2 პლუს 1 ასეთი ამბავი არ იქნებოდა და 2 ფესვი 2-ზე იკვეცებოდა ესა x ჯერ ფესვი 2 პლუს 1. მაგრამ მე ა უნდა გამომისახა და ა გამოვიდოდა იგი უბრალოდ x-ი უნდა გამომისახა და x-ი გამოვიდოდა a შეფარდებული ფესვი 2 პლუს 1-თან. ამას გქონდა ხო? 8 კუთხედის გვერდი იპოვე. ან ასე დავტოვებდით, ან და შეუღლებულზე გამავრავლებდით და მივიღებდით უკვე ნიშნაში რაციონალ მოსწრებულ პასუხს. 31 წესიერის სამკუთხედის ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი სამკუთხედის წვეროდან დაშორებულია 5-ით. მეგობრებო, ახლა წესიერი სამკუთხედი და ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი რა არის იგივე ესა მედიანების, სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი, ხო? იგივე, ანუ ფაქტობრივად ეს არის ჩახაზული და შემოხაზული წრეწირების ცენტრი, ხო? და თუ წვეროდან რომელიმე წვეროდან დაშორებულია 5-ის ტოლი მანძილით, ანუ ფაქტობრივად ერთდიდი გითხრეს თქვენ რა არის? ესაა ფესვი 5. ნუ აქ ახლა ეს 30 გრადუსი იქნებოდა, ეს იქნებოდა 5 მეორედი, ეს იქნებოდა 60 გრადუსი, 30 გრადუსი ამ კუთხეზე ფესვის 3-ჯერ დიდია 5 მეორედი დამრავლებული ფესვის 3-ზე, ესეც 5 ფესვის 3 მეორედი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს მედიანაცაა სიმაღლე.
ანუ დიდი სამკუთხედის გვერდი გამოდიოდა 5 ფესვი 3 და შესაბამისად მისი ფართობი რა იქნებოდა, ანუ დიდი ტოლგვერდა სამკუთხედის გვერდი გამოგვივიდა 5 ფესვი 3 და ფართობი იქნებოდა მის კვადრატს 5 ფესვი 3-ის კვადრატს გამომრავლებთ ფესვი 3-ზე და შევაფარდებთ 4-თან. ნუ ეგ არის 25-3, ანუ 75 ფესვი 3 მეოთხედი. ასეთი ამბავი გვექნებოდა.